ხუთი ნიშანი, რომ შენს მეგობრებს დაბალი ინტელექტი აქვთ. პირველი, თავდაჯერებულია ცოდნის გარეშე, უყურა ორ ვიდეოს ინვესტიციებზე და უორენ ბაფეტს ასწავლის საფონდო ბირჟის პრინციპებს. რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა, მით უფრო ხმამაღლა საუბრობს. მეორე, არ არის ცნობის მოყვარე. ჭკვიანი ადამიანი ბავშვით უყურებს სამყაროს. ადამიანი დაბალი ინტელექტით ყოველთვის ამბობს, რომ ეს მას არ ჭირდება, რადგან ისედაც ყველაფერი იცის. ახალი ცოდნა ემუქრება მის ეგოს. მესამე, შავ-თეთრი აზროვნება. დაბალ ინტელექტიანი ადამიანისთვის შენ ან გენიოსი ხარ, ან იდიოტი. ან მეგობარი, ან მტერი. რონალდო თუ უყვარს, ესე იგი მესი ცუდი ფეხბურთელია და პირიქით. Android-ი თუ ურჩევნი iPhone-ს, iPhone-ი არ ვარგა და პირიქით. ფსიქოლოგები ამას უწოდებენ კოგნიტურ რიგიდობას, როდესაც ტვინს არ შეუძლია ადაპტირება და სხვა რეალობის დანახვა. მეოთხე, ვერ აკონტროლებს ემოციებს. ფილმი გირჩიე და არ მოგეწონა, ესე იგი ვერ მიდან, ხომ? მე რეალი მიყვარს და შენ ბარსას ფანი ხარ? ესე იგი ჩემი მტერი ხარ, ხომ? მოლარემ დრო დაგაკარგვინა, ესე იგი მთელი დღე ცუდ ხასიათზე უნდა იყო, ხომ? ჭკვიანი ადამიანები იყენებენ სქემას: პაუზა, ანალიზი, პასუხი. დაბალ ინტელექტიანები კი ჯერ ყვირიან და მერე ფიქრობენ თუ რა დააშავეს. მეხუთე, პრობლემები ყოველთვის სხვისი ბრალია. ცუდი უფროსი, ცუდი მთავრობა, ცუდი ამინდი. ასეთი ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრება მხოლოდ გარემო ფაქტორებისგანაა დამოკიდებული და მათ არჩევანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არა, ის ცხოვრება, რომელიც გაქვს, მხოლოდ და მხოლოდ შენი მრავალი არჩევნის შედეგია, რომელიც მიიღე წარსულში. დაბალი IQ ეს არ ნიშნავს ორიანს. ესაა თუ როგორ მუშაობს შენი ტვინი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რაც ნაკლებია ინტელექტი, მით ნაკლებად ხედავს ადამიანი თავის სუსტ მხარეებს. ტვინი მას არ აძლევს საშუალებას საკუთარი სარკე დაინახოს. მოგეწონა ვიდეო? მაშინ გაუგზავნე ის მას, ვისაც ამის მოსმენა ახლა ძალიან სჭირდება.